ყველას საფეხბურთო სალამი და მე კვლავ გიბრუნდებით უცხელესი საფეხბურთო სიახლეებით. ნაპოლიში ცუდი სიტუაციაა. იტალიელები მიხვდნენ, რომ ხვიჩა კვარაცხელია გუნდიდან არ უნდა გაეშვათ. კონტეს კომენტარი ამ ყველაფერთან დაკავშირებით. მიქაუტაძის ლიონმა ქულები დაკარგა, ხოლო ზურიკო დავითაშვილი დუბლის გატანასთან ძალიან ახლოს იყო. ეს და სხვა საინტერესო სიახლე ჩვენს დღევანდელ ვიდეოში. ორი ღილაკის დაჭერით შეგიძლიათ შრომა დამიფასოთ. დაალაიქე ვიდეო და გამოიწერე არხი. სულ ორი წამის საქმეა. მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ჩემი ეს პატარა თხოვნა გაითვალისწინა. ახლა კი ფეხბურთს დაუბრუნდეთ. საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-20 ტურში სენტ-ეტიენის ქართველმა შემტევმა ზურიკო დავითაშვილმა ლილთან გასვლით მატჩი ანგარიში პენალტის ნიშნულიდან მე-6 წუთზე გახსნა. ზურიკომ პენალტი თავად მოიპოვა, როცა მეტოქეს ბურთი აართვა და საჯერიმოში დრიბლინგით შეიჭრა. ეს მისი მე-7 გოლია ლიგა 1-ში. დავითაშვილი საფრანგეთის ელიტარულ ჩემპიონატში სადებიუტო სეზონს ატარებს. 19 მატჩში 7 გოლის გარდა 2 საგოლე პასი შეასრულა. 32 წუთზე ჯონათან დევიდმა ანგარიში გაათანაბრა. 48 წუთზე სენტ-ეტიენი 10 ფეხბურთელით თამაშობდა, ხოლო 56 წუთზე ზურიკოს დუბლის შესრულება შეეძლო. მეკარესთან 1-1-ზე დარჩა, თუმცა ვერ გაიტანა. მეკარემ ეს დარტყმული აუხო. 97 წუთზე დავითაშვილი შეცვალეს, როცა ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. მეორე ტაიმში ლილმა 10 კაციანი სენტ-ეტიენი გატეხა. ოსამე სახრუისა და გუდმუნსონის გოლებით საბოლოოდ 4-1 გაიმარჯვა. საფრანგეთის ლიგა 1-ში სენტ-ეტიენმა 20 ტურში 18 ქულა დააგროვა და 18 გუნდიან ლიგაში მე-15 ადგილზეა, რაც ძალიან ცუდი შედეგია. მომდევნო ტურში მე-16 ადგილზე მყოფ რენის მიიღებს. ზურიკო სამაგალითო შვილი და პატრიოტია. ამ ყველაფერთან ერთად ის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ტექნიკური ფეხბურთელია. ამიტომ ის აუცილებლად იმსახურებს კარგ გუნდში თამაშს. ფიქრობ, სულ ცოტა დრო და მეტი მონდომება სჭირდება. მენტალიტეტის შეცვლა ამ ყველაფრის დაჩქარებაში დაეხმარებოდა. ახლა მან ყველაფერი უნდა გადადოს და კონცენტრირდეს მხოლოდ და მხოლოდ ფეხბურთზე და საკუთარ მიზნებზე. ლიგა 1-ში 15 ან მეტი გოლის გატანა არც ერთი ქართველი პროფესიონალი ფეხბურთელისთვის არ უნდა იყოს პრობლემა. ამიტომ ფიქრობ, თუ ამ ნიშნულს მიაღწია, საკმაოდ კარგი გუნდების ყურადღებას მიიქცევს. წარმატებები ზურიკოს რენისთან და დაწერეთ კომენტარებში, როგორ ფიქრობთ, რამდენ გოლს გაიტან ზურიკო ამ სეზონში. საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-20 ტურში ბრესტი შინ PSG-სთან 2-5 დამარცხდა. პარიზელთაგან უსმან დემბელემ ჰეტრიკი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ ფრანგმა 3 გოლი ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა. მატჩის მიწურულს გონსალო რამუშმა 2 გოლი გაიტანა. ჯერ 99 წუთზე შეაგდო, შემდეგ კი დამატებულ მე-7 წუთზე. ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელია სასტარტოში დააყენა, თუმცა ქართველი ფეხბურთელისთვის ეს მატჩი საუკეთესო არ ყოფილა. ამ მატჩში ყველაზე ოსტატურად და სანახაობრივად მე-4 წუთზე ითამაშა, როცა გარეთ ერფით დემბელეს მისამართით ბრწყინვალე პასი შეასრულა. ფრანგმა შანსი ვერ გამოიყენა. მალევე ძალიან არასასიამოვნო მომენტი იყო. კვარაცხელიამ ახლო მანძილიდან ვერ შეაგდო ძალიან რეალური საგოლე შანსი. რეიმსთან გამართული მატჩის მსგავსად კვარაცხელია ამ მატჩიც ცვლიდა პოზიციებს. ხშირად შუაში იწევდა ან საპირისპირო ფლანგზე გადადიოდა. 56 წუთზე დემბელემ დუბლი შეასრულა. ამ მომენტში ხვიჩა კვარაცხელიაც აქტიურობდა, რომლის წინააღმდეგაც კონტაქტი იყო. თამაშის წესი არ ირღვეოდა, თუმცა დემბელემ ვითარებით ისარგებლა და PSG დააწინაურა. 58 წუთზე ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელია შეცვალა. თამაშში 19 წლის დეზირე დუე ჩართო. ქართველმა შემტევმა PSG-ში მეორე მატჩი ჩაატარა და პირველი გამარჯვება მოიპოვა. რეიმსთან სადებიუტო მატჩში მის აქტივში საგოლე პასი იყო. პარიზულმა გუნდმა 20 ტურში 50 ქულა დააგროვა. ლიდერია და მეორე ადგილოსან მარსელს 13 ქულით უსწრებს. ლიგა 1-ის მომდევნო ტურში PSG მონაკოს მიიღებს. მატჩი 8 თებერვალს გაიმართება. მატჩის შემდეგ ლუის ენრიკემ პრესკონფერენცია გამართა. დღევანდელი მატჩი მომეწონა, ორივე გუნდი გახსნილი იყო და კარგ ფეხბურთს თამაშობდა. ბრესტის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია, მაშინაც კი, როდესაც ორბურთიან უპირატესობას ფლობ. შეტევის ხაზით კმაყოფილი ვარ, იყო პოზიტიური დინამიკა, მაგრამ სეზონის განმავლობაში აუცილებლად იქნება რთული მომენტებიც, როდესაც ფეხბურთელმა თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა აჩვენონ. კრიტიკას ვიღებ და იმედი მაქვს, რომ ამ რიტმს შევინარჩუნებთ, მაგრამ ვიცი, რომ სეზონი გრძელია და ყოველთვის არის პიკური პერიოდები და ჩავარდნები. როცა დემბელე მეტოქის კარის წინ სიმშვიდეს ინარჩუნებს, მას ბადალი არ ყავს და ნებისმიერი პოზიციიდან შეუძლია გატანა. თავითაც კი, ის ფენომენალური ფეხბურთელია. ახლა პრესა მას მარადონად აქცევს. მიხარია, რომ ის ძალიან კარგ ფორმაშია. დემბელეს შეუძლია გახდეს ისეთი ფეხბურთელიც, როგორიც სურს. სერია A
123 ტურში გათამაშების ლიდერი ნაპოლი, რომას ესტუმრა და ახლოს იყო გამარჯვებასთან, რაც ინტერთან უპირატესობას მისცემდა, მაგრამ ქულები მაინც დაკარგა. ნაპოლის ბოლოს 8 დეკემბერს ჰქონდა ქულები დაკარგული, როცა ლაციოსთან წააგო. მას შემდეგ ზედიზედ 7 თამაში მოიგო და სკუდეტოსკენ სწრაფი ნაბიჯებით მიდიოდა, თუმცა ამჯერად ვეღარ გაიმარჯვა. ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ქართველზე პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი თქმით, კვარას სახით ჩემპიონი დააკლდათ. მოგვარდა თუ არა კვარას შეცვლის პრობლემა. ეს განზოგადოებული კონცეფციაა, როცა კლუბში არის პრობლემა მის მოგვარებას ვერ დაელოდები. ეს ბევრ კლუბში ხდება. გამუდმებით ვამბობდი, რომ სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდი უნდა გაძლიერდეს და პირიქით დასუსტება არ მოხდეს. ხვიჩას სახით მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დავკარგეთ და ის ამ მომენტისთვის შეცვლილი არ არის. ყველაფერი კარგად არის, მაგრამ თვალებში ნაცარი არ უნდა შევიყაროთ. თან ხვდებით, რომ მნიშვნელოვანი ფეხბურთელი წავიდა. ამას მისი სატრანსფერო ღირებულებაც მოწმობს. სხვებიც წავიდნენ, მაგრამ ისინი შევცვალეთ. ხვიჩა ვერავინ იტყვის დავსუსტდით თუ გავძლიერდით, მაგრამ დაგვაკლდა ჩემპიონი, რომელმაც სეზონის პირველი ნახევარი აქ გაატარა. შეგახსენებთ, რომ პარი სენ-ჟერმენმა კვარაცხელია სანაცვლოდ 75 მილიონი ევრო გადაიხადა. ქართველი ფეხბურთელი ნეაპოლურ კლუბში 2022 წელს გადავიდა. 2022 წლიდან 25 წლამდე ხვიჩამ ნაპოლის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 107 მატჩში მოირგო. 30 გოლი გაიტანა და 29 საგოლე გადაცემა შეასრულა. ძალიან მაგარი ლეგასი ნაპოლიში. დარწმუნებული ვარ, ერთ დღეს ქართველი აუცილებლად დაბრუნდება ნაპოლიში და გაატარებს თავის ბოლო ტკბილ სეზონებს. ყველამ კარგად ვიცით და ვნახეთ თუ როგორ არაფასებდნენ კვარაცხელიას ნაპოლის ხელმძღვანელები. როგორ მიდიოდა საუბრები მედიაში, ჯერ არ წასულ კვარაცხელიაზე, რომ მას ნერეში ჩაანაცვლებს და თუ როგორ კარგ ფორმაშია ნერეში. ის რომ იყიდიან გარნაჩოს და სხვებს, თუმცა ახლა ვხედავთ, რომ ძალიან განიცდიან კვარას წასვლას და ვხედავთ იმას, რომ ქართველი დღემდე ვერ შეცვალეს. საფრანგეთის ლიგა 1-ის მეოცე ტურის ცენტრალურ მატჩში გიორგი მიქაუტაძის ლიონი სტუმრად მარსელს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 3-2 დამარცხდა. ეს მატჩი ლიონის მთავარი მწვრთნელის პოსტზე სადებიუტო იყო პაოლო ფონსეკასთვის, თუმცა პორტუგალიელი სპეციალისტის დებიუტი წარუმატებელი აღმოჩნდა, იმის მიუხედავად, რომ მისი გუნდი მეორე ტაიმის სტარტზე 1-0-ს იგებდა. ლიონმა უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხა და საბოლოოდ 3-2 დამარცხდა. რაც შეეხება გიორგი მიქაუტაძეს, პაოლო ფონსეკამ ქართველი შემტევი რატომღაც სასტარტო შემადგენლობაში არ დააყენა და თამაშში მე-80 წუთიდან ალექსანდრ ლაკაზეტის ნაცვლად ჩართო, როდესაც ანგარიში 2-2 იყო. სამწუხარო დარჩენილ დროში მიქაუტაძემ ვერაფრის გაკეთება მოასწრო. ანგარიში 53 წუთზე ლიონმა ტოლისოს გოლით გახსნა. გოლიდან მალევე მარსელმა 2 გოლის გატანა და დაწინაურება შეძლო. წონასწორობა 71 წუთზე მეისონ გრინვუდმა აღადგინა. 74 წუთზე კი რაბიომ მასპინძლები დააწინაურა. 72 წუთზე ალექსანდრ ლაკაზეტმა პენალტით ანგარიში გაათანაბრა. გიორგი მიქაუტაძესთვის ეს მატჩი ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში მეოცე იყო. ამ დროის განმავლობაში ქართველმა შემტევმა 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. 20 ტურის შემდეგ ლიონი ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში 30 ქულით მე-7 პოზიციაზე იმყოფება. მარსელი კი 40 ქულით მეორე ადგილს იკავებს და ლიდერ PSG 10 ქულით ჩამორჩება. გიორგი მიქაუტაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 9 თებერვალს საკუთარ მოედანზე რეიმსის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 6 საათზე დაიწყება. ყველას კარგად გვახსოვს გიორგი მიქაუტაძის ის რთული და ძალიან ცუდი პერიოდი აიაქსში, როდესაც მას საერთოდ არ ათამაშებდნენ. შეიძინეს და შემდეგ დადიოდა ჭორები, რომ თურმე არაპირებდნენ გიორგი მიქაუტაძის ყიდვას. ეს ძალიან სტრესული და ცუდი პერიოდი იყო ქართველი ფეხბურთელისთვის. ვიმედოვნოთ, რომ ამ ახალი მწვრთნელის მოსვლასთან ერთად იგივე არ განმეორდება, რადგან ჩემთვის პირადად ძალიან გასაკვირია ეს ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელი რატომ უნდა შემოიყვანო ბოლო 10 წუთში და არა მაქამდე. თუმცა შევხედოთ შესაძლოა ყველაფერი კარგად დაალაგდეს. დაწერეთ კომენტარებში თქვენი აზრები ამ თემასთან დაკავშირებით. დღეისთვის კი სულ ეს იყო. იმედია ეს თემები თქვენთვის საინტერესო ან სასარგებლო მაინც იყო. მოიწონე ვიდეო, გამოიწერე არხი. მე კი გემშვიდობებით და აბა წარმატებები.